სახელითა მამისათა და დისათა და სულისა წმინდისა. ეს არის შობა უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს. ქრისტიანები ზეიმობენ ამ დღესასწაულს და ბოლომდე არც აქვთ გათვითცნობიერებული ამ დღის მნიშვნელობა. რა მოხდა დღევანდელ დღეს? დღევანდელ დღეს განკაცდა ხორცი შეისხა სულისაგან წმინდისა და მარიამისაგან ქალწულისა განკაცდა სამყაროს შემქმნელი სამების მეორე პირი სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე. ანუ ის ვინც შექმნა სამყარო მამასთან ერთად, არაფრისაგან შექმნა ყოველი ხილული და უხილავი, სიტყვა ღვთისა, აი როწერია ბიბლიაში რომ თქვა ღმერთმა და გაჩნდა ხმელეთი, თქვა ღმერთმა და გაჩნდა წყალი, თქვა ღმერთმა გაჩნდა ცხოველები, მცენარეები, მზე, მთვარე, ვარსკვლავები. აი ეს თქმა, რითი ხორციელდება თქმა სიტყვით, სიტყვა ღვთისა, ანუ იესო ქრისტე, რომელმაც მამასთან ერთად შექმნა მთელი სამყარო და სულიწმინდასთან ერთად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისაგან განკაცდა და მოვიდა დედამიწას. ის, ვისაც ვერ იტევდა მთელი სამყარო, ვისაც ვერ იტევს დედამიწა. ქრისტე არის ყველგან, ღმერთი ყველგან არის, სადაც არ უნდა წავიდეთ. ჩვენ ყოველდღე ვკითხულობთ მეუფეო ზეცათაო ნუგეში მისცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავს. ანუ ღმერთი, რომელი ყველგან არის და ყოველსავე აღავსებს. ღმერთი, რომელსაც არ აქვს საზღვრები. ღმერთი, რომელსაც არ აქვს არ დასაწყისი, არ დასასრული. ხო არის მათემატიკაში 0 და მინუს უსასრულობა და პლუს უსასრულობა რიცხვთა სისტემა. რიცხვებს ხომ არ აქვს არ დასაწყისი, არ დასასრული. წერია -1000 კიდე 0-ს მიწვევ -10,000, -მილიონი და მინუსებში უსასრულობა დასაწყისი არ აქვს რიცხვებს. და დასასრული არ აქვს რიცხვთა სისტემას. აი თუ კი რამე შეიძლება შევადაროთ ღმერთი, ეს არის აი ეს მაგალითი რაც მე მოვიყვანე. არასოდეს არ ყოფილა დრო რომ ღმერთი არ ყოფილიყოს და არასოდეს არ იქნება დრო რომ ღმერთი არ იქნება. ის ყოველთვის იყო და არის და იქნება, ამიტომაც არის ღმერთი. არ არის საზღვრები, სადაც ღმერთი ჩაეტევა. ღმერთი არის დედამიწაზე, ღმერთი არის მთვარეზე, ვარსკვლავებზე, სხვა galaktikაში რო გავდიოთ, რო თავდება და საერთოდ რო აღარ არის ვარსკვლავები და საერთოდ სიცარიელე და ვაკუუმი რო და არაფერი რო აიქაც არის ღმერთი. წარმოვიდგინეთ ის, ვინც ეს ყველაფერი შექმნა მამასთან და სულიწმინდასთან ერთად, რომელიც საც ვერ იტევს მთელი სამყარო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცელმა დაიტია და იშვა დღევანდელ დღეს. იესო ქრისტე ზეცაში იშვა მამისაგან დედის გარეშე, ამიტომაც ის არის ძე ღვთისა. მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. შობილი და არა ქმნილი. ის ქმნილება არ არის, ის არის შობილი მამისაგან. როგორც იესო ქრისტე ზეცაში იშვა მამისაგან დედის გარეშე, იესო ქრისტე დედამიწაზე იშვა ქალისაგან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამისაგან კაცის გარეშე. ეს არის უდიდესი სასწაული, რომელიც აღესრულა. ეს არის სასწაული, რომელსაც ვერ ხვდებიან და ვერ იგებენ არა ქრისტიანები. ეს ჩვენთვის არის აბსოლუტურად გასაგები. ის რომ ღმერთი მრავლობითია და ერთი არ არის, ეს პირდაპირ წერია ბიბლიაში. გადაშლით ძველ აღთქმას და პირდაპირ წერია. და თქვა ღმერთმა, ქმნეთ კაცი ხატა და მსგავსად ჩვენდა. არ წერია რომ ღმერთმა თქვა რომ შევქმნი კაცს ჩემს ხატად და ჩემს მსგავსად. არამედ ღმერთი მრავლობითში ლაპარაკობს თავის თავზე. რომ შევქმნით კაცს ხატა და მსგავსად ჩვენდა. და იქნა კაცი როგორც ერთი ჩვენთაგანი, ესეც მინდა წერილის ციტატა არის. ღმერთი მრავლობითში ლაპარაკობს თავის თავზე და რატომ? იმიტომ რომ სამყარო არ შეუქმნია მხოლოდ მამა ღმერთს. სამყარო შექმნა მამამ, სიტყვამ იესო ქრისტემ და სულიწმინდამ. ამიტომაც იძახის ღმერთი რომ გადავიდეთ და აურიოთ მათ ენები ბაბილონის გოდოლის შენების დროს. არ ამბობს ღმერთი რომ გადავალ და აურევ მათ მე ენებს. არამედ გადავიდეთ ჩვენ და აურიოთ მათ ენები ჩვენ. მრავლობითში ლაპარაკობს ღმერთი თავის თავს. ლაპარაკია ყოვლადწმინდა სამებაზე. ესე იწყება ახალი აღთქმა, იოანეს სახარება. დასაბამიდან იყო სიტყვა და სიტყვა იგი იყო ღმერთთან და სიტყვა იგი იყო ღმერთი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და მის გარეშე არაფერი შექმნერა,
რაც კი შეიქმნა. იესო ქრისტე რო ქმნილება იყოს თავის თავს როგორ შექმნიდა. ამიტომაც ის ქმნილება კი არის, ის არის შობილი მამისაგან, მამის წიაღიდან გამოსული. ქრისტე ერთხელ კი არისო ყოველ წუთში იშვება მამისაგან. არასოდეს არ ყოფილა სამყაროში წამი რომ იესო ქრისტე არ ყოფილიყო და მხოლოდ მამა ყოფილიყო. და არასოდეს არ იქნება ესეთი. და აი ის ვინც არის სამყაროს შემოქმედი დღევანდელ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისაგან იშვა. ჩვენ ვამბობთ რომ არის წმინდა სამება მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი. არა სამი ღმერთი, არამედ ერთი არსობით და სამი პირობით. წმინდა მამებს ამის მაგალითად მოყავთ მზე და ამბობენ ესეთ რამეს. აი ხო არის მზე, ცეცხლოვანი სფერო, ცეცხლოვანი დისკი, რომელიც არის წრე შეკრული, რომელსაც არ აქვს არ დასაწყისი, არ დასასრული. ეს არის სიმბოლურად თუ შეიძლება წარმოვიდგინოთ, მამა თუ შეიძლება შევადაროთ. მზიდან გამოდის სინათლე, ნათელი სოფლის, ანუ იესო ქრისტე. და მზიდან გამოდის სითბო, სული წმინდა. ჩვენ ხომ არ ვამბობთ რომ სამი მზე არის, ერთია მზე. აი ესევე სამი ღმერთი კი არ არის, ერთი ღმერთი არსობით და სამი პირობით. აი ის ვინც არის სამების მეორე წევრი და ვინც სამყარო შექმნა, დღევანდელ დღეს იშვა და განკაცდა. და რაოდენ სამწუხაროა, როდესაც დღეს, შობა დღეს იმის მაგია რომ მოვიდნენ ტაძარში დადგნენ და ილოცონ ადამიანები, დგანა და სახში თოფებს ისვრიან. ეს ყველაფერი შემოდის კათოლიკური აზროვნებით და კათოლიკური სამყაროდან. როდესაც ამ დღეს გამშვენება უნდათ ამ ხალხს და ამას ვერ იღებენ ტაძარში არ დადიან და როგორ მიიღებენ. როდესაც ჩვენ დღეს მოვედით სახურებას და ვესწარით ლიტურგიას საფთოს ქრისტეს ხორდასის მივიღებთ. უკვე იმდენად სავსეა შინაგანად ადამიან მას არაფერი აღარ ჭირდება, ამას არაფრის დამატება არ ჭირდება. როდესაც კაცის სახში ზის, ხორცნაჭამი, გოჭის ხორცნაჭამი, კმაყოფილი და ხდება რომ რაღაცა ხდება, მაგრამ თვითონ ვერ ხდება რა სიხარულია თავის თავს აი თოფების სროლით იმხიარულებს. რომ რაღაცით გამოყოს ეს დღე სხვა დღეებისგან. ეს არის დიდი სამწუხარო, მაგრამ კარგი ისე რომ ჯერ მასშტაბურად არ არის ეს. თქვენ ნახოთ ევროპაში რა ხდება შობის დროს. ღმერთმა ეს სიხარული რომელსაც ეკლესია გადმოცემს, ქრისტეს სხეული, ღმერთმა ინებოს რომ ყველანი ჩვენი ახლობლები, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მკვიდრნი და ყველა რაც შეიძლება მეტი ხალხი სამყაროში თანაზიარი გახდარიყოს ამ სიხარულისა, გაეგოთ რა არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების გზაზე დამდგარიყვნენ. კაცმა თუ ჭეშმარიტი სარწმუნოება არ მიიღო და არ მოექცა, ვერ მიხვდება რა შეესაკა. მისთვის შობა იქნება მხოლოდ საჩუქრების ჩუქება. და ეხლა რაც ვილაპარაკეთ, ხომ მივხვდით რა არის შობა. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგვიფაროს, შეგვეწიოს თავის მოწყალე კალთა გადმოაფაროს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მუცლად იყო ქალწულები და როდესაც გააჩინა ქრისტე და შუა ქალწულად დარჩა. ეს მეორე სასაულია რომელიც მოხდა. დღეს პროტესტანტები იძახიან ესეთ რამეს, კი ბატონო, ჩვენ გვწამს რომ იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამი სულიწმინდისაგან ჩაესახა მას იესო მამის გარეშე, კი ბატონო, მაგრამ რო გააჩინა ქალწული როგორ გადარჩებოდა? როგორ შეიძლება ქალმა იმშობელო და ქალწულად დარჩეს? და მოყავთ ციტატა, როდესაც დღეს იკითხებოდა ეს მათეს ახარებაში. იოსე მარიცო და მარიამი ვიდრე არ შვა. და იძახენ, აი ნახე სახარებაში წერია. იოსე მარიცო და მარიამი ვიდრე არ შვა. და რო შვა მერე იცოდა. ეხლა რას ნიშნავს სინამდვილეში ეს? მე მინდა ჩემო დებო და ძმებო გითხრათ ესეთი რა. მთელი ახალი აღთქმა დაწერილია ძველ ბერძნულ ბიზანტიურ ენაზე, ერთადერთი მათეს სახარებაა დაწერილი არამეულ ენაზე. ანუ იმ ენაზე, რომელზეც იესო ქრისტე ლაპარაკობდა. და ძველი აღთქმა დაწერილი არამეულ ენაზე. არამეულ ენაში სიტყვა ვიდრე ნიშნავს აღარასოდეს. ასე მაგალითად, როდესაც წერია წარღვნის დროს, გახსოვთ, როდესაც ღმერთის ბრძანებით მოსემ ააშენა კიდობანი, შეიყვანა იქ, დაიწყო წარღვნა, კოკის პირველი წვიმა, შეიყვანა იქ ცხოველები, შემდეგ გადაიღო წვიმა 40 დღის შემდეგ და მოსემ გამოუშვა ყორანი, გაუშვა და ყორანი აღარ და ვიდრე არ განხმა მიწაო. და ყორანი საერთოდ არ დაბრუნებულა. მათეს ახარებაში ბოლოში ესე წერია. იესო ქრისტე ეუბნება მოციქულებს ამაღლების დროს. მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ჩვენ თუ პირდაპირ გავიგებთ, მაშინ გამოდის ქრისტე ეუბნება მოციქულებს. მე თქვენთანა ვარ დედამიწაზე მეორედ მოსვლამდე და მეორედ მოსვლის შემდეგ აღარ ვიქნები თქვენთან. არა და პირიქით არის. ჩვენ ვიცით რომ ქრისტე ეხლა უხილავად არის ჩვენთან და მეორედ მოსვლის დროს პირდაპირ ხილულად იქნება ჩვენთან სულ. ანუ სიტყვა ვიდრე
ნიშნავს რომ სულ მარადიულად აი ესეთი არასოდეს აი ესეთი დატვირთვა აქ არამეულენაში სიტყვები იოსებმა არ იცოდა მარიამი ვიდრე არ შვა ნიშნავს რომ ის მან მარიამი არასოდეს არ იცოდა ჯერ წარმოვიდგინეთ 80 წლის იოსებს მოყავს 14 წლის გოგო დაიბარეს და უთხრეს შენახარ 80 წლის კაცი ყავს 6 შვილი პირველი ცოლისგან მაგრამ მოდი აქ დაიბარა ეკლესიამ კენჭი ყარეს და მას უთხრეს შენ ამ 14 წლის გოგოს წაიყვან სახლში თან უთხრეს ამან თქვა რომ არ უნდა გათხოვდეს ამიტომ ვაკეთებთ ამას იოსები დაემორჩილა რჯულს დაემორჩილა იერუსალიმის ეკლესიის ხუცესების ნათქვამს და წაიყვანა მარიამი და არ ეხება მას ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი როდესაც მუცლად იღებს იოსებს ეცხადება ანგელოზი თან ხედავს რომ რაღაცა იცვლება ქალში და თვითონ ამ ქალთან არ ქონია არაფერი ურთიერთობა ეცხადება მთავარანგელოზი და ეუნება იოსებ ნუ გეშინია მარიამის მიღების სული წმინდისგან არის იგი იმდენად მართალი და წმინდა იყო იოსები რომ ეს თელი ეჭვები ყველაფერი განდევნა და პირდაპირ ემორჩილება ანგელოზის ამ ბრძანებას იღებს მას და მამობრივ ზრუნველობას უწევს წარმოვიდგინეთ პირდაპირ მიაცილეს ბეთლემამდე და მიყავს შობის დროს მოდიან წყემსები და ეუნებიან ანგელოზზე მაგვახარესო რომ მაცხოვარი იშო მოვიდნენ აღმოსავლეთიდან მოგვებით აყვანიცეს და უთხრეს ჩვენო ვარსკვლავებმა გვითხრეს ეს არისო გამოეცხადა ანგელოზი და ეუნება გაიქეცი ახლა ეგვიპტეში ანგელოზი იფარავს ამ გზაზე ეგვიპტეში ეცხადება და ეუნება ხაც გამოწამოდი ისევ იერუსალიმში აი ყოველივე ამის შემდეგ იოსები რომელიც მანამდე არ იცნობდა ღვთისმშობელს ამის შემდეგ როგორი მოხდებოდა ის რასაც ლაპარაკობენ თავისი ენით გამოთქვავენ წვალებლები ეს ხო გამორიცხული უბრალოდ ადამიანური ლოგიკით და სახარებით პირდაპირ ეხლა მეორე კაი თქვა თამაში დაგვეთანხმებიან და გვეტყვენ კი ბატონო თქვა ეხლა მართალი ხარ თქვენ ეხლა გვეუნებიან მეორეს გასაგებია მაგრამ შობიარობის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანი ქალწული დარჩეს მე მინდა გითხრათ რომ იესო ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო იესო ქრისტე იყო ღმერთ კაცი იესო ქრისტე მამისაგან შეცაში იშვა მამისაგან დედის გარეშე და მიწაზე იშვა დედისაგან მამის გარეშე იესო ქრისტეს შეეძლო წყალზე სიარული იესო ქრისტეს შეეძლო თვალსა და ხელშუა გაქრობა იესო ქრისტეს შეეძლო რამოდენიმე შემთხვევა აღწევ როდესაც მაცხოვრის ჩაქოლვა უნდა და უცბად გაქრება კლდიდან უნდა გადააგდონ უცბად გაქრება ისე გაივლის ადამიანებს შორისო უჩინო გახდება აღდგომის დროს როდესაც მოციქულები შეშინებულები არიან და ჩარაზულია კარები შიშიშათვის 2000 ესე წერია და ლოცულობენ შეშინებულები ეშინიათ რომ ისენიც არ დაიჭირონ და როგორც მათი მოძღვარი ჯვარს აცვეს და მოკლეს ისინიც სიკვდილით არ დასაჯონ ამ დროს დახურულ კარებში ისე რომ კარები არ იღება შემოდის კუდრეთით აღდგარი იესო ქრისტე მოციქულებს შეეშინდებათ ქრისტე ეუნება რა ისათვის შეშინებული ხართ სული რამე არ გეგონოთ მე ხორციელათა ვარ მოსული და ამისთვის ეუნება მომკიდეთ ხელი და შემეხეთ და ნახეთ და სთხოვ საჭმელს გააქვთ რაიმე აქ ჭამადი ეუნება წმინდა მამები იძახიან რომ აღდგომის შემდეგ საჭმელს სასმელი არ იქნება მაგრამ ქრისტემ იმიტომ მოითხოვა საჭმელი რომ მათ ეჭვი არ შეპაროდათ რომ პირდაპირ უჩვენო ხორციელად აღდგა და ჭამდა იგივე გაიმეორა ქრისტემ 8 დღის შემდეგ როდესაც თომა მოციქული ესწრება ამ კრებას რომელსაც არ წავნა ქრისტეს აღდგომის და ეუბნება ისევ დახურულ კარებში შემოდის ქრისტე კარები დახურული რჩება და ეუბნება თომას თომა შენ ხო არ წამდა მე რომ გავცოცხლდი აი ჩემი ხელები შეყავი შენი თითები აი ჩემი განგვირული ფერდი აიღე და შენი ხელი შეყავი აქ და შემეხე და დარწმუნდი რომ ეს მე ვარ რომელიც მკვდარი ვიყავი და გავცოცხლდი და დახურული კარები ისე გავიარე რომ კარები არ გამიღია და დახურულად დარჩა აი ყოველივე ამის შემდეგ რაც ახლა ვთქვით რომ ქრისტე დაიბადა ზეცაში მამისაგან დედის გარეშე ქრისტე დაიბადა დედამიწაზე ქალისაგან კაცის გარეშე იესო ქრისტე შეელო წყალზე სიარული თვალსა და ხელშუა გაქრობა უჩინო ყოფა წამიერად მეხსეულად ქრისტე შეელო დახურულ კარებში ისე გავლა რომ კარები ისე დახურული დარჩენილიყო განაშეუძლებელია ყოველივე ამის შემდეგ რომ სამყარო შემქმნელმა დატოვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მუცელი და ღვთისმშობელი დარჩა ქალწულად რა არის ამაში შეუძლებელი არაფერი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგვიფაროს, გვაკურთხოს, დაგვიცვას, თავის ლოცვა კურთხევა გარდამოვალოს ჩვენზე და ჩვენი სარწმუნოების ერთგულად გვამყოფოს. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა მრავალს დაგესწროთ. დედა ღვთისმშობელი შეეწიო ჩვენ ქვეყანას დაიფაროს და შეგვიწყალოს. როგორც აქამდე გვიფარავს, უფალო შეგვიწყალე და წყალობა ჰყავ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.